უშინდელ აქციაზე ცეცხლის როლი არაღით პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, ის პროტესტის მონაწილეებს შორის შეიარაღებული გადაადგილდებოდა. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთკიცების გარდა სამართალდამცავებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლის როლი არაღი და საბრძოლო მასალა მოიღეს მისი საცხოვრებელი სახლიდანაც. აქციებში მონაწილე ოპოზიცია ამბობს, რომ დააკავებული შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ნებისმიერი სახის ძალადობას კი ემიჯნებიან. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ისინი მშვიდობიანი დამხობის იდეას იზიარებენ. ქართულ ოცნებაში კი აქციაზე შეიარაღებული პირის დაკავება ოპოზიციის მხრიდან გადატრიალების მცდელობის გაგრძელებად მიაჩნიათ. მე არ ვიცი ვინ პიროვნება იყო ეს, არც დავიცვა მინდა და არც გავაკრიტიკო, იმიტომ რომ არ არის ცნობილი ჩემთვის ამ პიროვნების ვინაობა. ისე ყველას გასაგონად მტრისაც და მოყვარისაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი მცდელობა ამ ჩვენ მშვიდობიან პროტესტს რაიმენაერად ჩირქი მოსთხონ, თითქოს ეს არის რაღაცა შეიარაღებული გადატრიალება, ეს არის სწორედ კრემლის მსახურების ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის პროპაგანდის სასარგებლო საქმე და ბუნებრივია აბსოლუტურად კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი შეიარაღებული ასე ვთქვათ ქმედება, ძალადობრივი ქმედება. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ჩვენი ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად არის არაძალადობრივი, მშვიდობიანი, ასეთი იყო, არის და გაგრძელდება. რევოლუციური სცენარებისთვის ემზადება ეს ხალხი, იმიტომ რომ არჩევნებში იციან, რომ წააგებენ, ძალადობრივი აქციებისთვის ემზადება. აი ეს არის ერთ-ერთი ფაქტი. მიდიხარ აქციაზე და გაქვს ცეცხლსროლი იარაღი. რა შეიძლება იყოს აქ მიზანი? სად არის აბა ბატონ ხაბეიშვილს კითხეთ, მშვიდობიანი დამხობა დაამატოს მაშინ მშვიდობიანი დამხობა იარაღით. წინასწარ ახლა გამიჭირდება მე იმის თქმა თუ რა იყო მათი ჩანაფიქრი და რა მოტივი ჰქონდათ და რა ამოძრავებდათ, ამას რა თქმა უნდა გამოძიება სჭირდება, რასაც შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ ახლა და ალბათ თვითონ გააკეთებენ მეგრებს შესაბამისი უწყებები განცხადებას.